რა იყო ჭაბუკის პრობლემა? სიმდიდრე კი არ იყო პრობლემა. ის რომ მის გულში იყო სიმდიდრე. რომელიმე ნიჭიერი, აი თქვა თუ მეცნიერი, რომელიმე ან სპორტსმენი, რომელიმე ან თქვა რა ხელოვანი, რომელიმე ან რაღაც ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. თუ მის გულში ეგ არის, რასაც აკეთებს, იქ ღმერთისთვის ადგილი თუ არ არის, ეს არის მისი სიმდიდრე. ესე გულში არაფერი არ უნდა იყოს? არაფერი. გული არის მხოლოდ ღმერთის ადგილი. აი როგორც მაგალითად საკურთხეველი ქრისტეს ადგილია, ამბიონი ღვთის სიტყვის ადგილი. ამბიონიდან არ შეიძლება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. არც ზნეობრივი ქადაგებაც კი არ შეიძლება. შეხება შეიძლება ალბათ, მაგრამ პრინციპში ზნეობრივი ქადაგებაც კი ზედმეტია ამბიონისთვის, მორალის კითხვა. მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნის. არის რაღაცები, რომელიც მხოლოდ ღმერთის არის. აი გული, ადამიანის გული არის ის, რაც მხოლოდ ღმერთის არის. სხვა არაფრის და სხვა არავის. ამას თუ მოახერხებ და თუ გულს სრულად ღმერთს დაუთმო, ვინც გინა ის იყავი, რა მდგომარეობას გინა გქონდეს, რა სიმდიდრეს, არა სიღარიბეც, რა სტატუსით, არ აქვს მნიშვნელობა. თუ გული ქრისტესი, თუ გულში ქრისტე გყავს, ის მართავს მე ყოველივე ამას და ის გასწავლის ღმერთისათვის შესაძლებელი როგორ არის, რომ შენ ცხონდე. არ აქვს მნიშვნელობა შენ სოციალურ სტატუსს უკვე. მერე. იმიტომ რომ შენ გაყოლილი ხარ ქრისტეს. აი სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ქრისტეს გაყოლა როგორ უნდა მოხდეს გულში, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ, აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ჩვენ შინაგან კაცში უნდა დაუმკვიდრდეთ, ხო? აი ეს არის ჩვენი ცხოვრების, ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაყოფი, რომ შიგნით დაუმკვიდრდეთ. აი ეს როგორ გავაკეთოთ? სწორედ ამას გვასწავლის ეს 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა, ამას გვასწავლიან წმინდა მამები და თუ ადამიანმა ეს არ ისწავლა, თუ გინდა ყოველ დღე ზიაროს, თუ გინდა ყოველ დღე რა ვიცი, სკვნილი აჭიროს, ხელში ღამები გაათენოს, ანუ გარეგანი მსახურება კონდეს სულ ქველმოქმედი იყოს, მთელი სამყარო გააბედნიეროს თავისა, თუ შიგნით ქრისტე არ დამკვიდრდა. და ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი შეიქმნა. მისია ეს არის. ადამიანის მისია ეს არის, გესმით რა შეასრულა?